საგანგაშო არაფერია ბატონო, რაც მართალია ჩვენი დირექტორი არის ის არასდროს, მაგრამ რატომ მოვიდა გახსოვთ ბატონო რაშენ? რას ნიშნავს ის რომ თქვენი დირექტორი თანამშრომლებს განსხვავდა შეურაცხყოფაზე? მოგახსენებთ ბატონო რაშენ? მე როგორც მეტაკი ადამიანი, მე როგორც კრისტალური პიროვნება, მე როგორც წყარო რაკრაკა, უფლება არ მაქვს სიმართლე არ მოგახსენებთ ბატონო რაშენ. ჩვენს დირექტორს ბატონო შეუძლია კაბინეტიდან აგურით გამორიცხოს. სკამი დაგაფრთხნას თავზე. დედაქ შეგაგინოს, მაგრამ შეურაცხყოფა არ მგონია მოგაგინოს. იმაზე რას იტყვით თქვენი დირექტორის სამუშაო საათების დროს კაბინეტში ადრაკენ დამართ? ჭადრაკი ჭორია ბატონო რა. როგორ გეკადრება ბატონო ბორის? ჭადრაკი ჭორია. როგორ გეკადრება? ჭადრაკი ჭორია ბატონო რა. მე მოგახსენებთ. მე ამდენჯერ შევაგებ ჩვენი დირექტორის წყალოს საკარებს, სულ მესმის ბატონო, დავი დაუბასე დაუბა, ჩანი მიდი მოუწვა. David, ბატონო, ჩვენ დირექტორი ნარცმა. თამაშობს. კარტს თამაშობს. დომინოს თამაშობს. შახმატსაც თამაშობს, მაგრამ ამ ჭადრაკს არ თამაშობს. შეიძლება სადმე სტარტაპში თამაშობს. მე ჩავყვები დირექტორს სტარტაპში, მე არ დამინახავს ჩორტ ივოზნაი. თქვენ ალბათ არც ფულის გამოძალვა შეგიძლია. ნუ იხმართ ახლა ამ სიტყვებს ასე გამოძალვა, გამოგლეზვა, გამოგლეს. ისე შევთითო თუ მისცემ, იცოცხლე იმან გამოგართავს, მაგრამ გამოგლეჭი და დაგეტაგო და წაკარტოს მიერდა. ჩორტი მozნაი. ამხანაგები. რესტმა იმჯერა საკითხის ირგვლივ და გადაწყვიტა. ამხანაგსილოვანი საქმე შემოვლილი გზით მოუვარო. ვინაიდან ამხანაგსილოვანს ასაკითხოს მოსხელს, მოუწყოთ ერთი დაგიო ბილეთი. და როგორც წესი თვითონ გავაბეცია. შესანიშნავი აზრია ბატონო რაშენ. თქვენ რას იტყვით ამხანაგებაში? შესანიშნავი აზრი ვთხოვთ ბატონო რაშენ. მადლობთ ბატონო რაშენ. უმბერაზი კაცი ბრძანდებით ბატონო რაშენ. კაცური კაცი ბრძანდებით ბატონო რაშენ. გადასარევი აზრი წამოგცდათ ბატონო რაშენ. სარიელი თავი ბრძანდებით ბატონო რაშენ. მართლაც ამ ხალხმა ათქიცის რომ ჩვენმა დირექტორმა ამ 17 წლის წინათ ერთი საგმირო საქმე ჩაიდინა რომ თან ჩვენს სიცოცხლე დგის. მაგრამ ვინ შეაბავს ცდილობას საიუბილეო ეშვას? ეშვა ჩვენ შევაბა. წარმოვიდგინეთ
გიღალადო და კიდევ უფრო ისახელო თავი. ახლა კიდევ ამიგოძე, ამ დავშესტარი საყაყოზე, გადავცე ჩვენს იუბილეს, ჩვენი შკოლის ხელმარჯვე უჩვენიკების ნახელავი. ჟორჟი გადალიოშა დასკი და მე ემზადეთ რა ვარც იყო ნათქვამი რეპეტიციაზე. ალიოშა! ალიოშა! ახლა კიდევ ამიგოძე, ჩვენი პეთ კოლექტივის სახელით წავიკითხო ატარა ლექსი. მანდარი ბრეწოური აკანალიოკი სხლინი ბია სიკო შენი სიყვარული სიტყვას ლექსი გამოვამბი ლექსი ცოტა ფაქიზიარით მას ჩუბად მებარები შეიცვალა სულ სოფელი რაც შენ აღარ გვეყარები ვეღარ იცნობ სიკო სკოლის ეზოს სულ ასფალტით მოიფარა მოქანდაკე მესტარახის პაეზოში მიიფარა გამოგძერწე წეტარახიდან აჰა შენი თვალით ნახე ას დარჩება ისტორიას შენი ჭკვიანური სახე აბატონ გარიე რაიხსა სადაც სულ ჭკვიანო ყველაფრის მცოდნე ყველაფრის
იუბილას მიესალმებიან ნათესავები დედის მხრიდან.
აი ამ ხალხზე არის ჩემი განცხადება. სადაც სტრესის ხელმძღვანელობას ვყო, ჩემი საპენსიო ასაკის გამო სამსახურიდან განთავისუფლება. ამხანაგებო, მეგობრებო, დებო, ძმებო, ჩემო შვილებო! მამა! ვინაიდან მე ამდენი პატივისცემა და სიყვარული გამიგზავნე, მე თქვენ უპატრონოთ არ დაგდოებ და სიცოცხლის უკანასკნელს უტავდე თქვენს დირექტორს!